ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს. კიუმ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ექსპერიმენტის ლიდერს ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს ტიციანო კამპორეზის უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს როგორც სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების, ისე კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაპროექტების ეტაპზეა. კიუს სტუდენტები იმუშავებენ მოწინავე ტექნიკურ პროექტებზე ექსპერიმენტულ და საინჟინრო გუნდებთან ერთად. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კიუს საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელ კამპუსებს, საკონფერენციო სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებს და სხვას. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმასპინძლეთ ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციას. განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის გეგმები, გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები ჩვენი კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა და ამით კიდევ უფრო საინტერესონი გახდნენ საერთაშორისო საქმეების ბაზისისთვის. მოხარული ვარ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრობით. 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობ საქართველოსთან და ძალიან მიხარია, რომ დღეს კამპუსში სტუმრობის შესაძლებლობა მომეცა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაფუძნებულია, ის სწრაფად იზრდება და ვითარდება. ვიმედოვნებ მომავალში მონაწილეობას მიიღებთ CERN-ის სხვადასხვა პროგრამებში, რომლებიც სტარტება ჟენევის ლაბორატორიაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, რაც კიუს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩამოვიდნენ ჟენევაში, ისწავლონ და განივითარონ უნარები კომპიუტერულ მეცნიერებებში, ზოგად კვლევებსა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. Would be in terms of education and giving the opportunity to the students. შედგა ძალიან პროდუქტიული, ძალიან სასარგებლო დისკუსია, მიღწეულებთან შეთანხმება სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევითი ერთობლივი პროგრამების დაწყების შესახებ. ყურადღება დაეთმო ჩვენი ადრონული ცენტრის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებას, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადში უკვე თავის სტარტს აიღებს.